უანგარო დონაციის სისხლის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს ესტაფონის მუნიციპალიტეტი ამ წელიწადში უკვე მეორედ. ამ აქციაში ჩართულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის თანამშრომლები, ასევე ჯანდაცვის სექტორი, ჩვენი პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი. საკმაოდ მობილურად განხორციელდა დღევანდელი აქცია, უკვე 12-მა პირმა აიღო ამ ეტაპისთვის. ველოდებით კიდე რამდენიმე მათგანი მოვა და მე მინდა მოუწოდო ჩვენს მოქალაქეებს მათთვისაც თავისუფალი ამ აქციაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ეს სისხლი მოხმარდება ლეიკემით დაავადებულ ბავშვებს, სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიების მქონე პირებს, რომელთაც ჭირდებათ, მზადდება სხვადასხვა კომპონენტები სისხლის გადასხმისთვის და ასე შემდეგ. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს მისი ადამიანური ვალი უანგარო დონაციაში მონაწილეობა მიიღოს. მე მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა სისხლის ბანკს, რომელიც გვესტუმრა დღეს ჩვენს ქალაქში. დღეს მორიგი დონაციის დღეა. უსასყიდლოდ ვიღებთ სისხლს და ვიცი, მე პირადად ექიმა, რომ ოქროს ფასი აქვს ამ სისხლს გარკვეულ მომენტში პაციენტებისთვის, რომელთაც სასწრაფოდ ჭირდებათ სისხლის გადასხმა. მე უკვე რამდენიმე მრავალი წელია სტუდენტობის პერიოდიდან ვარ დონორი, მეამაყება და განსაკუთრებული სტიმული მომცა შარშან აი სისხლის გადასხმის ბანკიდან მოსულმა შეტყობინება, რომ ჩემმა სისხლმა 35 წლის ქალის სიცოცხლეს გადარჩენაში დიდი როლი შეასრულა. მოუწოდებ ყველას, აი ვიჭირს ხოლმე, უჭირს სისხლის ბანკს დონორების მოძიება და ეს არის თუ ღმერთი გწამს და თუ რაღაცით გინდა კაცობრიობას შენი სამსახური გაუწიო, ერთხელ მაინც რამდენიმე წელიწადში რა პრობლემა არის, აი მეამაყება მე ეს სახვევი ახლა, ერთხელ მაინც ის 200 მილილიტრი სისხლი შენი გაჭირებული მოძმის, შენი ავადმყოფი მოძმისთვის გაიმეტა. ტარდება სისხლის უანგარო დონაცია. მონაწილეობა მიიღო მსურველებმა, ძალიან დასაფასებელია ეს ფაქტი და მოხარული ვართ, რომ ბევრმა გამოთქვა ამის სურვილი და მეც როგორც ჯანდაცვის თანამშრომელმა დღეს გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო მეც სისხლი. ადრე მე მაქვს ჩაბარებული სისხლი, ეს იყო სადღაც 30 წლის წინ და შემდეგ არ მომეცა საშუალება, რომ ჩამებარებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეხლა ძალიან მოხარული ვარ, რომ თუკი ვინმეს დაეხმარება ეს ჩვენი აქცია.